ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. მოგესალმებით, მაღაზია Excel კალიბრის რუსთავის ფილიალიდან, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში, კოსტაუს 23 ნომერში და დღეს გვაქვს კანიკის განხილვა, კანიკის პისტოლეტების განხილვა და რამდენიმე მოდელი გვაქვს, მოდი და ესეთ გაბარიტებიდან და кейსებიდან გამომდინარე, ყველა ძალაგება ვერ ხდება, კადრში არ გამოჩნდებოდა მაინც ჩემო ერთგულო მაყურებლებო. და მოდი ესე განვიხილავთ რა, აი სპონტანურად მივალთ, ნახავთ და ვილაპარაკებთ, ცოტა სალაპარაკოთ, ბევრიც არაფერია, უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იარაღები არის სპორტული კლასის იარაღები, ძალიან კარგი კომპლექტაციით და ძალიან კარგი кейსებით მოდის. თურქული იარაღის კვალობაზე ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან ესეთი პრეზენტაბელური შეფუთვაც აქვს და მოდი უცბად ნახოთ ახლა როგორც ასეთ გამოიყურება, უსაფრთხოების ესებიდან გამომდინარე შევამოწმოთ იარაღი, რომ შეგინთ არაფერი არ არის. აი ესეთი მჭიდი აქვს მეტალის 18 ვაზნაზე. ეს მოდელი არის ზეპირად რო გითხრათ Canek TTI Combat სპორტული კლასის ტოპია, ესა პისტოლეტია, უკაცრავად გადიდებული შახტა აქვს, თუ ჩანს. შემჩენთ რომელიც მოხსნასაც შეგვიძლია სახრახნესით პირდაპირ მოხსნით და ნუ ეს შახტა მოიხსნება და დარჩება ესეთი ესეთ ვიძე რა. ეს სხვა მოდელია ოღონდ, ეს არის SFX Rivali ALS. ნუ ფრედი კითხვა მაგალითი, აი ეს ძალიან მიზიდავს თავისი ფერებიდან, ვიზუალიდან გამომდინარე და ფასი თუ ვიცით მაგიარა. ფასიც ვიცით, რა თქმა უნდა და აგერ ჩავიხედები ახლა ზეპირად რომ არ თქვა და რო არ შეგვეშალოს. TTI Combat 19 ლუგერზია და 2790 ლარების აი ეს კონკრეტული მოდელი. ჩვენი. ახლა რა აქვს ამას ესეთი განსაკუთრებული რა. ნუ მოს სისტემაა შეგვიძლია აქ დავაყენოთ კოლიმატორი, პისტოლეტის კოლიმატორი. გარდა ამისა შემსუბუქებული ჩარჩო აქვს ჭრილებით. და ლულაზე აქვს ეგრეთ წოდებული წონის ანტივეს საწინააღმდეგო არ არის ნახე. გადატანის დროს ლულაზე რჩება აი ეს ნაწილი, რომ აგდება ლულისა შემცირდეს და გარდა ამისა პორტირებულია ზევიდან ლულები, რომ ჭარბი გაზები ზევით ამიმართულებით ამოვარდება აქედან და აი მაგდებას აკომპენსირებს, ეს აგდებას აკომპენსირებს. გარდა ამისა სასხლეთი სპორტულია, მცველზევე აქვს. სასხლძევე აქვს მცველი, ანუ ორმაგი სასხლეთი აქ ასე ვთქვათ, თუ არ დაიწვა, დააწექით ამას, ეს პირდაპირ არ გაისვოს. ეს ჩაიძიროს და მე მოხდება გასროლა. მცველი ზღილაკი ამ პისტოლეტს არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ არის სპორტული დანიშნულების, თუმცა თავდაცვითაც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ძალიან კარგი ესეთი ერგონომიული სახელური აქვს. და საკმაოდ სიმპათურად გამოიყურება, მოდი პირდაპირ გეტყვი რა. და ძალიან რბილი სასხლეთი აქვს, მინდა გითხოთ, აი რაღაც ურბილესი სასხლეთი აქვს, ძალიან კარგად სხლეტავს რა და დაშლა წყობა საერთოდ შეეხება რაც არის გლოკი, აი ანალოგიურია, პირდაპირ აი ესეთი ვარიანტი იშლება. ხო, ერთი პირდაპირ სისტემა იგივეა რა, აი თითქმის განსხვავებებით, უნიშნულო განსხვავებებით არის რა. ხო, და კიდე რა მინდოდა მეთქვა, ხო, მოდით ეს გადავდოთ ხანიკურით. აქ ამას კეიში ნახე, სახელურის მარეგულირებლები მოყვება, ანუ ხელზე მტევანზე რომ მოირგოთ. აი ასეთი დამატებები აქვს, მასე რა, მჭიდროდ არის კაცო. ეთყობა არავის არ ამოუღია ჯერ. აი ესეთი რომელიც უკანდგება აქ და შეგვიძლია რომ შევცვალოთ გეომეტრია სახელურისა, რომ უფრო კარგად ჩემთან ახლა კარგად ის ხელში, მაგრამ ეს დიდი ხელი აქვს ალბათ, ეს უფრო ამოვერილია და კარგად ჯდება. ხორკლიანი დაფარვა აქვს, ამას მოცურება შეუძლებელია თითქმის ხელში და ძალიან მჭიდროდ ჯდება ხელში რა.
სასხლეთის დამცავი კავიც დიდია, გაფართოებული აქვს და ორი ხელით დაჭერის დროს რაღაც კომფორტულად მე ძალიან მეკომფორტულება რა. გარდა ამისა ეს გადიდებული შახტა წანამატით არის, ქვევითა წანამატით და ძალიან მჭიდროდ ხდება ფიქსაცია იარაღისა. ძალიან კომფორტულად მიზის მე ხელში ყოველ შემთხვევაში. გარდა ამისა, აქ გვაქვს მჭიდი, ანუ მოყვება ორი მჭიდი, ერთი დაგრძელებული მჭიდია და მეორე სტანდარტული. ესეთი დაგრძელებული ამას გეუბნებით, აი დაგრძელებული კი არა, უფრო სწორედ ნახე. აი ამ შემთხვევაში იმალება შეგინით ვიდაპირ და ეს უფრო საბრძოლო იარაღებს აქვს ხომ და სპორტული მჭიდები არის ესეთი მალე მოხდეს გამოძრობა და ჩასმა ხელის მოსაკიდებელი. ძალიან კომფორტულია ჩემთვის. ტევადობა მჭიდის რამდენი? 18 ვაზნა არის. კალიბრი არის 919. აი ესეთი პატარა პისტოლეტი მოყვება კიდე, რომელიც უბრალოდ სათავსოა, დამატებითი სახრახნესები და შეგნით და ჭანჭიკები, რომლებიც თან იკარგება. ხო, თან კარგავთ, არა ვიპოვეთ. ჭანჭიკები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ იარაღის ერთი ჩარჩოზე. მაჩვენებია ხელში რა გიკავია, ვერ ავხედავ. აი, ეფარება. ხო. სახრახნესების თავებია, ნახე? და ეს თავები უყურე რატო არის ეს, რატო გაჩვენე ეს პისტოლეტი, რომ ხელთ ხوير მოუშვებ და პირდაპირ აი ამაში ჯდება აქ, აი. გასაგებია. და ატრიხალო რა. გასაგებია. ორიგინალური მიგნება სხვათაშორის. თან სათავსოა, თან პისტოლეტია, თან სახრახნესია, მოკლედ. კი, ორიგინალური არის ნამდვილად. კი. რამდენიმე ბიტია, ანუ რამდენიმე ტიპის თავაკია და მოყვება ჭანჭიკები და თავისი ქვეშსადებები, ეგრეთ წოდებული შაიბები. ჯახორავს და ეგდებს. გარდა ამისა, კეიში გვაქვს. საინტერესო, ძალიან საინტერესო მოდელია. ნუ ეს დოკუმენტაცია, რომელსაც არავინ კითხულობს და არც მე შევიწუხებ თავს მაინც და მაინც, თუ იმეს დაინტერესდება მე მოგწერთ. ხო, ეს დამატებით ნახე, ეს მოსის სისტემაზე, რომ კოლიმატორი დავაყენოთ რა, ეს დგება იქ და მე ამაზე შეგიძლია კოლიმატორი გავმართოთ. აქ ასევე არის დამატებითი ჭრილები, პატარა კოლიმატორის ჩასადებად. გამოიღებდა კოლიმატორის ჩასვლა. ამდენ მოსახერხებელი არის და ვუალა, ნახე კიდე შეგინთ რა ხდება. ანუ წვრილი სახრახნესი, დამატებითი ზამბარა. იარაღისთვის. ეს მედალიონი სუფთა ოქრო არის ბაჯაღლოა ეს რა. კაი ახლა. გაუნები ბიჭო. ხო, ეს რავდამტენი, რომელსაც რავი, არავინ არ იყენებს ხოლმე. ჭხირები მოხერხებულია, მოდი ხო, კი, მოხერხებული არის. საკმაოდ მოხერხებულია. პლასმასის ჭხირებია ლულა რო არ დავაზიანოთ. და ჯაგრის თითფერის ლულის შესაძლოა საწმენდები რომ მოყვება, ეგ ძალიან კარგია, კი, მე მომეწონა და აი კიდე რო ვიძახი რომ სპორტულია მეთქი არაღი, რატო ვიძახი რომ მოყვება ასლებს სპორტული ეგრეთ წოდებული კაბურა, რომელიც პირდაპირ კამარზე შეგიძლიათ რომ დაიმაგროთ. და ამოღება და ჩადება ძალიან სწრაფია, მყარია ეს და პლასტიკია ეს ახლა რაღაცა ისეთი არ არის. რომელიც რეგულირდება სხვადასხვა რა. მოუშვებთ, დაუჭერთ. ანუ სწრაფი ამოღებისთვის ეს უნდა იყოს და მოშვებული რომ თავისუფლად ამოვარდეს იარაღი და თუ არ გჭირდება, მე დაკაჩავთ და მოეჭირება და ჩაჯდება მყარად. გადასარავია. ფასი ვთქვით, ზოგადად გავიარეთ ეს იარაღი, მოკლედ შევინახოთ ისე ლამაზად როგორც არის და ცალკე განსახილველი არის თვითონ კეისი რა, ნახე როგორი ხარისხიანი. საკმაოდ პრეზენტაბელურად. და რაღაც ისეთი მყარი პლასტიკია, რომელიც ძალიან მყარად იკეტება. რავი, აი ამ ესო გადმოვაგდ ალბათ 1000 სართულიდან არაფერი არ მოუღო. იარაღს თორე შეიძლება თვითონ კოლოფი დაზიანდეს ალბათ. ხო და თან კიდე რა არის რეზინის აქ კანტი აქვს. რო სინესტე და რამე არ შევიდეს კეიში რა, ეს ჭიდროდ იხურება ასე ვთქვათ რა. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარული. ირაკლი, წონა დაგვაინტერესებს. ძალიან საინტერესო თქმა წონა და მოდი ვნახოთ ეს ცარიელი იარაღი, ცარიელი მჭიდით, რამდენს იწონის. ეს
დავდებთ ამას აქ და გამოდის 854 გრამი. 850 გრამია. 850 გრამი. ცარიელი მჭიდი. ცარიელი არაღია, ხო? ახლა მოდი ვნახოთ მეორე ვარიანტი ჩვენ. მეორე ვარიანტი რატო უნდა ვნახოთ, იცი? ეს უფრო სპორტულისკენ იხრებოდა და წონა ამას მსუბუქი აქვს, შემსუბუქებული ვარიანტია და არის მსგავსი მოდელი რივალი ქვია SFX რივალი SC, რომლის ფასიც არის, მოდი ჩავხედავ რა. კი ბატონო. 2790 ლარი ღირს ესეც, 919 ლუგერზია ესეც. სხვაობა ის აქვს, რომ აი როგორი ჭრილია გზებიდან ნახე. შემსუბუქების მიზნით, მაგრამ მაინც წონა აი ნახავთ ახლა რომ განსხვავდება წონაში. დანარჩენი იგივეა ყველაფერი, განსხვავებები თითქმის არა. წონაში რატო გგონია რომ სხვაობა არის? ანუ ხელს რომ კიდევ აშკარად იგრძნობა რომ მძიმეა, ხო? ესეც არ არის მცველი არა აქვს ამ იარაღს, მცველი აქვს სასხლეზე. ტიპიური გლოკის ასე ვთქვათ კონფიგურაცია. და ვნახოთ ერთი ამას წონა აქვს. ცარიელია ესეც რა თქმა უნდა. და გითხარი კიდევ წონა იქნება მეთქი 1194 გრამი. 1190, ну 1200 გრამამდეა. 1200 გრამამდეა კი. და საკმაოდ ისეთი იგრძნობა ხელში რომ წონა აქვს რა. ძიმია. პირველი შემთხვევაში ის პისტოლეტი სპორტული რადგან არის, იმიტომ არის დამსუბუქებული ასეთი. ხო, კი, იმიტომ რომ სპორტული, ასე ვთქვათ, სპორტული დანიშნულებით იარაღი უნდა იყოს უფრო მოხერხებული, მსუბუქი, რომ მანევრირებადი იყოს და არ დაიღალოს ამოღება ჩადების დროს არ შეიქმნას პრობლემები, ხელი არ დაიღალოს მალე ადვილად და ეს უფრო ალბათ საბრძოლო დანიშნულებით და თავდაცვისთვის იდეალური ვარიანტია, მიუხედავად ჩვენი კანონმდებლობისა რა. მაინც ჩავაკვეხე ეს მიუხედავად ჩვენი კანონმდებლობის. მოდელი არის Canik SFX Rival SC. ის იყო Canik TTI Combat. ძალიან ლამაზად გამოიყურება მე თუ მკითხავთ რა. ამ მოდელსაც მოყვება სხვათაშორის სპორტული მჭიდი, აი ესეთი ხელის მოსაკიდებელი როგორც გითხარი. ეს ხო ჩაძირულია შეიძლება და ნახე? როგორც იმას რა. 18 ვაზნიანია ეს მჭიდებიც. კომპლექტაცია იგივეა, ანალოგიურია, რაც ამას მოყვება, იგივე მოყვება მას, უბრალოდ ვიზუალური განსხვავებებია. აი, ემჩნევა კიდევაც, ხო, მაგრამ ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. ხო, და ამას სხვაობა ის აქვს, რომ ლულაზე წონის საწინააღმდეგოების არა აქვს. დამატებულია ეს და ჭრილები არ აქვს, უბრალოდ ეს ჩარჩოა შემსუბუქებულია ასეთი ჭრილებით, რომელიც მე თუ გითხრა, ხდება კიდევაც. რავი, კარგია. დანარჩენი ანალოგიურია. კეისი როგორი აქვს? კეისი ანალოგიური იგივე, აი ესეთი, ეს არის. ზუსტად იგივეა, მედალიონით არის შიგნით? კი, ყველაფერი. იგივეა ანალოგიურია, შეხედე? ხო, ერთი-ერთში არის. ხო, მედალიონი დამატებითი ზამბარა, საწმენდის საშუალებები და რა ქვია მას? სპორტული ისა კაბურა. დიახ. კარგი. მე ვხედავ კიდე არის მან შენთან იგივე წარმოებლის იარაღი, რომელიც გაცილებით უფრო რაღაცა თხელ-ყუთში დევს. ხო, თხელი და პატარებია და მსუბუქებია ესენი რა. ესენი ალბათ უფრო თავდაცვისთვის ან სპორტის უფრო ნაკლებად, უფრო თავდაცვის იარაღებია. აი, მაგალითად ეს თავისივე სპორტული სწრაფ ჩასადებით ამოსაღები. გავრცელდეს, რომლის პოზიციაც შეგვიძლია შევცვლოთ, ანუ ეს ამ შემთხვევაში აქეთ ამხრიდან შესწომით არის ახლა დაყენებული, ეს მე თუ ვკითხოთ, იმიტომ რომ საკეტები აქეთ ამხრიდან აქვს და ეთყობა შიგნიდან ჩასადებია ეს, რომ შიგნით ინახებოდეს, შეშარული შიგნიდან მოკლედ რა. დაახლოებით აი ასე. რო არ გამოჩნდეს საკეტები ესე აქ. საკეტები. აი ეს კამარზე გავაკეთოთ პრეზენტაცია და ესეც აი ესე რო იყოს რა. ეს უკვე შარვალშია, ეს იარაღი არ ჩასამოს მაინც უფრო გადმოიფარებთ. აჰა. ეგეთი ვარიანტია და სატარებლად ძალიან კომფორტულია. თხელია, რაც თავარია. თხელია, MOS სისტემით არის ესეც. ანუ შეგვიძლია მოხსნათ ეს ხუფი და დავაყენოთ აქ სპეციალური დევაისი, რომელზეც დადგება მე კოლიმატორი. მჭიდი ის რაც შეეხება 16 ვაზნიანია ეს მჭიდი უკვე მეტალისაა. ძალიან თხელი კომპაქტურია და 16 ვაზნა ასეთი პატარა პისტოლეტის მე მგონი რომ ნორმალურია, ცუდი არაა რა. სავსებით საკმარისია. კალიბრი 19-ია, მოდელი არის MET MC9SL და ამის ფასას გეტყვი 1540 ლარი. 1540 ლარი. შვენიერი. წონა რა აქვს? 699 გრამი ცარიელი.
მშვენიერია. ხო ეს უკვე სატარებლად იდეალური ვარიანტია მე ვკითხავთ რა. ნამდვილად. იმიტომ რომ მოყვება თავისი ყველაფერი და შიდა კაბურაც ისე მოყვება რომ მაისური რა გადმოიწიო. ვისაც ტარების უფლება რა თქმა უნდა არ მოუწოდებ არავის. ვისაც ტარების უფლება არ აქვს იარაღითი აროს, მაგრამ ვისაც ტარების უფლება აქვს ძალიან ესეთი კომფორტული, კარგი პისტოლეტია. ძალიან კარგია რა. რავი, მე მომწონს. კომფორტულია ხო? კი, ძალიან. აი ესე გამოიყურება. სასხლეტიც ანალოგიურად ხო, კი, სასხლეტი ანალოგიურად ძალიან რბილი სასხლეტი აქვს. უბრალოდ სულ აქვს ცოტა უფრო მეტი. უფრო გრძელი ხო, გზლა ბოლოში ისხლეტავს რა. დიახ. და შრაწყობას იგივენაირია, როგორც ამ მოდელს ჰქონდა, როგორც Glock-ს აქვს. დიახ. უბრალოდ ეს ღილაკები მოსახსენებელი უფრო გაფართოებულია და უფრო კომფორტულია ამის ჩამოწევა ქვევით რა, რომ დაიშალოს იარაღი. თურქული წარმოებისა ესეც რა თქმა უნდა. კი ბატონო. ძალიან ლამაზია, რავი, მე მომწონს. თან ფასიც ისეთი აქვს, მისაღები აქვს ფოტოშოპის რა. კი, არა, აბსოლუტურად ჩვენთვის ხო საქართველოში ხო ფასები ძალიან ისეთი მტკივნეულია ხომ იარაღზე. ბევრისთვის მიუწვდომელია, ბევრისთვის ცოტა ისეთ პრობლემას არ მოადგენს. რაც მოყვება სახელურის მარეგულირებლები უკვე ნამხრადამდგება ეს და წეხან რო ისაუბრეთ ხელის მოსარგებლად. იგივე პატარა სახრახნის პისტოლეტის ფორმის, ეს წვრილი სახრახნისია ფიგურული და საწმენდი ჩხირები. ამ შემთხვევაში ხო და ორი მჭიდი. სწრაფდამტანი აქაა კი, აგერ არის. სწრაფდამტანი და ერთი მჭიდი ზედაყენია და მეორე მჭიდი სათადარიგო მოყვება, ერთნაირი მჭიდები აქვს ამას, დაგზელებული მჭიდი არა აქვს. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. გასიჭე. ვისაც არ მოგეწონებათ, დაწერეთ და თქვით უკეთეს სადაჭერთ. Good choice. ირაკლი, ეს არის უკვე მეოთხე პისტოლეტი, რომელსაც მე აქ ხედავ. კი ბატონო. რაღაც მე ესე მგონია რომ ერთნაირი არის, არა? ხო, მსგავსია, ცოტა მნიშვნელოვანი განსხვავება აქვს. ნუ ჯერ მოდი შინაურობა შევხედოთ ანალოგიურად ყველაფერი. ერთ-ერთი მეორებს წინა მოდელს ქანჩია დამატებული. აი ესეთი ნახე, განექს ქანჩია, რომელიც საჭიროა. იგივე სახრახნისი პისტოლეტის ფორმის, საწმენდები, ეს სახელურის მარეგულირებელი, ეს დოკუმენტაცია, ასე ვთქვათ. ცოტა განსხვავებული ფორმის პლასტმასის კაბურა აქვს, რეგულირებადია ეს ცოტა შორის. ჩვენ გემოზე შეგვიძლია დავარეგულიროთ. ასეთი სამაგრები აქვს, ეს უკვე კამარზე, გარედან მოხრილი სპეციალურად არის, რომ გვერდზე დამაგრდეს, აი, კამარზე, აი, მაგალითად აი აქ. მე მომწონს ხომ ცოტა დახრილი როცა პირიქით და ესე, რომ ამოღების დროს უფრო კომფორტულია, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ასეთი კაბურა აქვს რა. ცოტა შორის უხარისხო ნამდვილად არაა და იდეალურად ჭდება შეგინდ ისე რომ სახელურზე პირდაპირ წვდომა გვაქვს. ანუ არ გვიშლის ხელს რომ სახელურს მოყვიოთ ხელ და იარაღი ამოვიღოთ. განსხვავება რა აქვს ახლა მოდელს? პირველ ჯერ მოდელი თქვათ, ეს არის მეტე SF-ი და დამატებული აქვს დაგრძელებული ლულა ხრახნით, სადაც შეგვიძლია ნებისმიერი სხვა ესეთი დამხმარე საშუალებები, როგორც არის მაგალითად სუპრესორი ან ალმაქრი ან მაყუჩი ან რაღაცა ესეთი დავაყენოთ. სპორტული დანიშნულებით ასე ვთქვათ რა. ნუ აქვს ეს საშუალება და ახლა კანონი გვიგზელავს თუ არ გვიგზელავს ეს სხვა თემაა უკვე. ნუ ამას მოყვება, რა ხო არ მოვაჭრეთ აქ. სისტემა იგივეა, სასხლეტი იგივეა, დაშლის ტიპი იგივეა, მოს სისტემაა ესეც შეგვიძლია რომ მოიხსნას და აქ დადგეს კოლიმატორული მოწყობილობა. სახელური ოდნავ უფრო მოკლე აქვს, პატარა აქვს, ნახე, ხელში. მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს ასეთი ჭიდი, რომელიც აი ამ პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს, ნახე. და თავისი პურიშკები აქვს, რუსები რო იყვნენ. და ანუ კომფორტულად დაიჭერ ხელში რა. და ესეთი კარგია. ცოტა უფრო მძიმეა, წონა ვნახოთ ცარიელი ამ იარაღისა და გვექნება ალბათ იგივე წონა იქნებ, ცოტა შეიძლება სხვაობა იყოს რა. 814 გრამი. ფასი რა აქვს ამ იარაღს? ამ იარაღის ფასი არის SF 1540 ლარი ჩემო. 1540 ლარი. მშვენიერი ფასი აქვს. მოკლედ აი ეს გამოიყურება ეს იარაღი, რომელზეც ვისაუბრეთ რა. ჩანს იმედია კარგად. კი. ეს იარაღები გვაქვს მაღაზიათა ქსელის კალიბრის ყველა ფილიალში.
შეგიძლიათ მოხვიდეთ, ნახოთ თქვენი თვალით, დაათვალიეროთ, შეხედოთ, შეიძინოთ და სხვებსაც ურჩიოთ. და პლუს ამას იმეგობროთ ჩვენთან. პროექტ. ჩვენი არხის მხარდამჭერები